სალამი ყველას. მოვიდომა ახლა ჩაწერა, იმიტომ რომ აი მოვლენებმა რაღაც მეხსიერებაც ამბები გამეგვივა და ეს პირველი ეს არის გილოცავთ ბრძობას და ძალიან ბევრი ქრისტიანი დღეს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს და მართაც ულოცავ ამას ყველაფერს. ეს ძალიან დიდი დასასრულია ქრისტიანული და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეხლა ამას წინათ Facebook-ზე ვნახე გამოკითხვა, რომ ყველაზე დაჩაგრული რომელი რელიგიაო დედამიწის ზურგზე და გაგიკვირდებოდა ქრისტიანობა საკმაოდ დაჩაგრული და ქრისტიანები საკმაოდ დაჩაგრულები არიან. კარგი, ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მოხდა გუშინ და გუშინზე. საოცარი ფაქტი მოხდა, საიდანაც გინდათ შეხედეთ, ვისაც გინდათ, ვისაც სიმპათიები გაქვთ იმისთან მიუხედავად, როდესაც ირანელებმა ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი და ამერიკელი პილოტები ჩარჩნენ ირანში. ერთი გონი მაშინვე გაიყვანეს სამშვიდობოს და მეორე როგორც მე მივხვდი, შუა ირანში, შუა ქვეყანაში აღმოჩნდა და უკვე პრინციპის ამბავი იყო თვითონ ირანის მოსახლეობაც ის ნაწილი, რომელიც ამერიკელების მოწინააღმდეგეა, მოკლედ ნადირობა გამოაცხადეს ამ ამერიკელ პილოტს. და საოცარი რამე მოხდა, ჩატარდა სპეცოპერაცია, აქტიურად ბრძოლა, მთელი ესე გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ დაწყებული პრეზიდენტი დამთავრებული ბოლო ჯარისკაცამდე ყველა გადართული იყო ამ პილოტის დახსნაზე ამ დროს. და ეს წარმატებით შესრულდა. ძალიან შემშურდა. კეთილი გინდა კეთილი დარქვით, გინდა არაკეთილი, ნამდვილად შემშურდა ამისი და ამერიკელებს შეუძლია იამაყონ ამ ფაქტით. არავის ვტოვებთ ბოლოს ეს ლუზუნგი აღმოჩნდა, რომ ეს ხალხზე დაწერილი და პოპულისტური ლუზუნგი კი არ არის, ნამდვილად დაამტკიცეს, რომ ესეა და ერთი ადამიანის, სიცოცხლეს ერთი ადამიანის, ერთ ადამიანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ქვეყნისთვის. ეს არის განსხვავება ამერიკისა სხვა იმედი მქონდა, რომ ევროპაც ესეა, მაგრამ არ ვიცი. ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, რამდენი ქვეყანა ეცით დედამიწის ზურგზე, რომელიც აი ამ პილოტს ჩათვლიდა, რომ რასიზმ შეეწირა კეთილ საქმეს. რა ვიცი, ისრაელი ალბათ გააკეთებდა, რასაც ახლა აკეთებენ ამერიკელები, ამერიკამ გააკეთა ფაქტიურად, ევროპის ქვეყნები არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ კიდე შერჩათ ის ნება და ის ღირსება, რომ ესეთ რამე რუსეთი არ გააკეთებდა, ფაქტია, თუნდაც ის ფაქტი, როდესაც ეს კურსკი, ცნობილი კურსკის დაღუპვა და ცნობილი ინტერვიუ პუტინისა ლარი კინგთან, როცა კითხეს რა დაემართა კურსს და ჩაიძირაო. ესე მარტივად უპასუხა და მაშინ თუ გახსოვთ საერთაშორისო მაშველები არც მიუშვა უბრალოდ რომ ეცადათ იმ მეზღვაურების გადარჩენა, რომელიც კურსკის ბურთზე იყვნენ. და ამ ამერიკულმა ამბავმა გამახსენა ერთი ამბავი, რომელიც ძალიან მძიმე მოსაყოლია ჩემთვის, მაგრამ მაინც მინდა მოგიყვეთ. ეს არის სოხუმის ბოლო დღეები, როდესაც ქართულ მხარემ მე რამდენად უკვე შეცდომით გადაწყვეტილება მიიღო და ის ზარბაზნები, რომელიც ჰქონდა გაიტანა სოხუმიდან დავჭით სუბუქი არ არის ამარა, ავტომატების ამარა ფაქტიურად და ესე ხელდახელ ვიცავდით სოხუმს და ეს დღეებია. და ჩვენი რაზმი, რომელსაც მე მეთაურობდი, დეკა რა ვიცი, ხან ერთ პოზიციაზე გუშოვდნენ, ხან მეორე პოზიციაზე, სადაც გაჭირვება იყო და ასე მოხდა, რომ ერთ-ერთ პოზიციაზე, რომელიც დახურებს სოხუმს თავზე, დაახლოებით სოხუმის ფუნიკულურის მიდამოში იყო ქართული პოზიცია, ჩვენი მეგობრები იყვნენ, რომლებიც დაიბომბენ
ნუკლისისხაზე დაიღუპა იქ ჩემი მეგობრები გურამ გაბიძაშვილი სოსო ბანძელაძე პატამილარავა იშაჩიკვილაძე დაიჭრენ და მოსუფთავდა ეს ადგილი და შესაძლებელი იყო და დასადგომი იყო და ჩვენი რაზმი დეკას ნაწილი უბრალოდ დაგუშვა შეკ. ბევრს არ ვილაპარაკებ, აღმოჩნდა ესე რომ აღმოჩნდა ალყაში და რაცია რომელიც ხან მუშაობდა ხანც არა ბოლო კავშირი რაც ქონდა ამ რაცით გადმოხსეს რომ ალყაში ხართო და რაღაცნაირად ვერანაირად ვერ გეხმარებით თვითონ მიხედეთ რაღაცნაირად იპოვეთ გამოსავალი და გამოდით ვაკიდანო და მაშინვე დავიწყეთ აი ამ გზის ძებნა მოხდა ისე რომ დაბნელებას დავუცავდეთ და სიმნელეში წამოვედით რომ რაღაცნაირად არ გადავყოლდით იმას მოწინააღმდეგეს რამდენჯერმე გადავეყარეთ ერთი-ორჯერ ბოლო წამს წავედით დავემალეთ გავეკეცით და სოხუმისკენ მოვდიოდით ესე რომ ჩემი თანამებრძოლი ჩვენი მეგობარი მიდიოდა წინ დაახლოებით 30 მეტრით წინ იყო მე მიყვებოდი უკან და მე ესე რაზმი მოდიოდა და სპეციალურად ვაკეთებდი ამას თუ რატო გეტყვით ახლა და ნუ მოხდა ის რასაც ველოდით სინამდვილეში გადავეყარეთ ჩასაფრებას ანუ წინ მიმოვალი პირველ რიგში გადავეყარეთ სასაფრებას მიუშვეს ახლოს და როგორც ახლა მახსოვს თქვენ იყო და რამდენიმე ავტომატი აი მიუშვეს ჯერი პირდაპირ მოცელილივით დაეცა ჩემ წინ თანაც ეს ღამეა და გაითვალისწინეთ რომ ცუდად ჩანს და არც არანაირი სპეციალური არც მოწყობილობა ქონდა არც ესენი განათებები არც არაფერი და აი ამ იმაში დავინახე რომ მოცელილივით დაეცა და გაუნձევლად იწვა იქ და თანაც არ ჩერდებოდა ეს თქვენ ავტომატები და აყრიდან და ჩვენ მიმართულებით ისოდი მე 30 მეტრით ვიყავ უკან ჩავწექი ვეძაბე მოძებნე ადგილი ამასობაში რამდენიმე კაცი ამოვიდა ზევით და იქ იყო წამლებში მისაღები გადაწყვეტილება რომელიც დღემდე დევსთან ანუ დილემა რა იყო ერთი იყო რომ რაღაცნაირად გადავსულიყავით შეტევაზე და გამოგვეტანა ჩვენი მეგობრის სხეული და გადასაწყვეტი მე ვიყავი ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და გადასაწყვეტი მქონდა ზუსტად წამლებში რას ვაკეთებთ მდგომარეობა ისეთი იყო რომ დაგსაქსულები ვიყავით დაღლილები ხელყუმბარებიც აღარ ქონდა და იმ წუთას მივხვდი რომ ეს შეტევა ძალიან დიდი მსხვერპლი დამთავრდებოდა და მივიღე გადაწყვეტილება რომ რაღაცნაირად უკან წავსულიყავით მოვრიდებოდით სანამ ვერ დაგვინახეს გავრიდებოდით იმ ადგილს ეს გადაწყვეტილება ძალიან ძიმე იყო ახლა ვიგეოვნებით დღემდე მდევს ეს ჩემ თავს ხوار მოვატყუებ და ველაპარაკები ხოლმე ჩემ თავს და ფიქრობ რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება თუ არა არ იყო სწორი გამართლებას და ლოგიკურს და ასე ვთქვათ საფუძვლიანს ცხადია უძებნი რომ გადავარჩინე ამ გადაწყვეტილების დანარჩენი მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით მეტი და ასე შემდეგ მაგრამ მაინც მოხარნის სულ იმის ეჭვირო ეს თავის მართლება ხო არ არის და სხვანაირი გადაწყვეტილება ხო არ უნდა მიგვეყო ნუ რამდენიც გინდა იეჭვე დღემდე მართლა აი უცბად გეუბნებით ხანდახან ღამე მეგუძება ხოლმე და ისე ვატრიალებ ამას ყველაფერს შემთხვევაში რამდენიც გინდა ახლა ილაპარაკე და იეჭვე რაც მოხდა და წამოვედით ჩვენ მერე გამოვედით ეს პოზიცია იყო სოხუმის თავზე ჩამოუყვებით ფერც იქ მერე ვიღაც ადგილობრივ მოსახლესთან შევედით სახლში და სომეხი კაცი აღმოჩნდა და ფაქტურად დავატყვევეთ ის და წამოვიყვანეთ და იმან ჩვენ არ ვიცოდით გზა და იმან ჩამოგვიყვანა ბილიკებით სოხუმისკენ ამასობაში დაგვათენდა მადლობა მას და წავედით იმ პოზიციისკენ სადაც ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო სადაც აი პოზიციიდან გამობრუნებულები ვისვენებდით ხოლმე იქ რომ მივედი კიდევ ერთხელ გეუბნებით გათენებული იყო უკვე იქ გროვდებოდნენ დაღლილი მეომრები მივედი ჯაბასთან
და უთხარი რომ ჯაბა ასე და ესე ჩვენი თანამებრძოლი სპეციალურად არ მომბუქა გვაზდა სახელს იმიტომ რომ არ მინდა რომ მისი ოჯახის ნება თუ არ ამიღია ესე დაგვრჩა და რაღაცა უნდა ვიღონო უძლებელია ეს დატოვება და უნდა გამოვიყვანოთ გამოვიტანოთ ეს ყველაფერი და ჯაბამ მაშინ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო იქ ყოფ ხალხს მიმართა იმ ყოფ მეომრებს უთხრა რომ ბრძანებას ვერავის ვერ მოგცემთ ესეთი და ესეთი საქმეა და ვისაც გული გერჩით აი თორნიკე გაჩვენებთ და გაყევით მას იქნებ მოვახერხოთ და გამოვიტანოთ ჩვენი ძმა და ჩვენი მეგობარი და მე ამას ვერასოდეს ვერ დავივიწყებ იმიტომ რომ გდანის საძმო გდანის ბიჭები გდანელები უვაშკაცესი ბიჭები ადგნენ და წამოვიდნენ კამისხარას ხელმძღვანელობით დაახლოებით 30 კაციანი რაზმი შეიკრა წავედით ჩვენ ვიცოდით ის ადგილი ძალიან რთული ამოცანა იყო იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ ქვევიდან უტევ მთას ქვევიდან მიდიხარ და ზევით არის კარგად გამაგრებული ჩამჯდარი პოზიცია და მაინც წავედით დაიწყო შეტაკება ჩვენ მივდივართ ქვევიდან გაშილად მაქსიმალურად მისთვის რომ კონცენტრირება არ ყოფილიყო და ნუ რასაკვირველია წერა მომდერბო შეხვდა და ზევიდან დაგვწეს ყველაფრით იციც კი შეიძლებოდა და რამდენიმე კაცი დაგვეჭრა და ჩაიხშო ჩვენი შეტევა რა ვერ მოახერხეთ გზევით ასვლა აქაც ზუსტად იგივე იყო უნდა გადაგვეწყვიტა ეს რაზმი ესე ვთქვათ შეგვეწირა მისთვის და გარანტია არ იყო წარმატებისა თუ უკან გავუბრუნებულიყავით და გავუბრუნდით და ამას გიყვებით იმიტომ რომ აი მე და ჩემნაირები ვისაც მსგავსი რამე გადატანილი აქვს ან გაცდილი 2 მაგათ, 3 მაგათ, 5 მაგათ, 10 მაგათ უფრო მეტად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკა. ეს არის საოცრება. ეს არის საოცრება, როდესაც მთელი არმია, მთელი ქვეყანა როგორც ერთი დადგება და იმ ერთი ადამიანის გადასარჩენად აი ესეთ რამეს გააკეთებს, ეს არის საოცრება. და მარტო ამიტომ ღირს რაღაცა დაფასება, მადლობა და აი გადამეტებით ამ სიტუაციის შეფასება სრულად შეუძლებელია და დიდი მადლობა მართლა ამერიკას ამ ქვეყანას იმისთვის ეს ვაკეთებს და პოლიტიკურად უფრო დიდად აი ხლა აი აქ მიდის მე რას ყვევი და თქვენ კობა პროვოკატორობთ რა უბრალოდ რა მე მოდი რა იმ ადამიანების ხათრით იმ ადამიანების პატრიოტიზმით რომლებიც აფხაზეთის მიწაში ჩარჩნენ და თავი შეწირეს ქვეყანას მოეშვით რა აი ამ ახლა არ არის თემა არ არის სალაპარაკო და თუ გაითვალისწინებთ ამას ძალიან კარგი და თუ არა თქვენ იცით აი ესეთი სიტუაცია იყო მაშინ ეხლა დღეს ირანთან ბრძოლისას ძალიან კარგად გამოჩნდა ევროპის პოზიციაც, საფრანგეთის პოზიცია, რომელიც ჩინეთთან და ჩინეთს და რუსეთს შეეკრავა თავის გამოიყენოს სიტუაცია და თავის მიზნებს მიაღწიოს. ცდილობ არ მივაქციო ყურადღება კობა-კობას ნაძრილობას პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ უფრო მაღალ რაღაც ეს დღისებაზე და მაღალ თემებზე ვლაპარაკობთ. მოკლედ პოლიტიკაში არ წავიდეთ. აი ეს მე რაც მინდოდა მე თქვა, აი ეს შევადაროთ ერთმანეთს და ქვეყანა ისე უნდა იყოს, ისე მდგომარეობაში უნდა იყოს, ჯარი ისე მდგომარეობაში უნდა იყოს, რომელსაც შეეძლოს ესეთი ამოცანების გადაწყვეტა. აუცილებელი არ არის ამერიკა, მაგის კარგი მაგალითია ისრაელი. ისრაელი პატარა ქვეყანაა ტერიტორიულად, მაგრამ მასაც შეუძლია ასეთი რამის გაკეთება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ასეთი რამის გაკეთება, ოღონდ უნდა დისციპლინას მივხედოთ, საკუთარ თავს მივხედოთ, საკუთარ ქვეყანაზე ვიფიქროთ და არ ვიფიქროთ ეგოისტურად თავის გამოჩენას და ისეთ საცოდავ დღეში, სადაც მოხალისეების შეკრება საჭირო და აბავის შეგიძლია და ჩამოძონძილ, ჩამოკონკილი
რაღაცა სახელდახელო იარაღით არ გვიწევდეს ესეთი ამოცნობის გადაწყვეტა, როგორც მაშინ, როდესაც მე მოგიყევით შორეულ 93-ში. და ამის ყველაფრის ფონზე რა ხდება? დღევანდელი ჩვენი უღირსი და უთამოყვარეო ხელისუფლება რას აკეთებს? ბევრი დაეწერა Facebook-ზე და ორიგინალური ვერ ვიქნები, ვაჟაც გაიხსენეს, თუმანო მასპინძელიც, ქართული ტრადიციაც, კავკასიელობას და ასე შემდეგ. აი ეს შეუვარდნენ ადამიანს, სტუმარს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელმაც თავი შემოაფარა სამშვიდობოს ეგონა თავი გამოსული და ვირთხებმა სრული ამ გაგებით დაიჭირეს და ასახლებენ ქვეყნიდან. რა დღეში ვართ? რა დღეში ვიყავით 93-ში, როცა გული ჰქონდა, მაგრამ საშუალება არ ჰქონდა. რა დღეში ვართ ახლა, როდესაც ხელისუფლებაში სრულიად ამორალური გათახსირებული ნაწილები არიან. ეს იმ სიტუაციაში, როდესაც სოფლიოში ხდება უდიდესი ძვრები და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია და მნიშვნელოვანი მომენტებია, რომლის გამოყენებაც ჩვენ არ ქვეყანას უნდა შეეძლოს. აი ეს მინდა რაღაცნაირად თქვენთვის გამეზიარებინა, ჩემი სათქმელი მეთქვა უფრო ალბათ ჩემთვის იყო ეს ეთერი ვიდრე თქვენთვის, მაგრამ დიდი მადლობა, ვინც იყავით, ვინც მისმენდით, ვინც მომისმენთ და გეტყვით, რომ დარიო რადიოზე გეპატიჟებით, დაწყებული უკვე ორშაბათიდან ახალი გორგი კვირის პროგრამა, ახალ პატარაია, შემდეგ იგი თევზაძე, ლევან გახელაძე, ისტორიული გადაცემა, ეკონომისტები, გიორგი ლაბაძე, ასევე ზურაბურული ეხლა იყო შაბათს და იქნება ორ კვირაში და შაბათს იქნება ნინო კაბორჩხაძე, შენი რადიო ამერიკაში და ასევე ჩვენი ასე ვთქვათ და ავტონომიური დამოუკიდებელი რუსული არხი დარიო კავკაზუს, რომელიც ასევე პრაქტიკულად ყოველდღე ეთერშია. შემოგვიერთდით, იმეგობრეთ, ამხანაგით ჩვენთან და მომავალ შეხვედრით დროებით. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.